რა არის კოსმოსი? კითხვა, რომელიც ალბათ ერთხელ მაინც ყველას გაგვჭენია. თები, ვეშაბები, შორეული ვარსკვლავები. ეს ყველაფერი კოსმოსში არსებობს. შესაბამისად ჩვენც. ჩვენი სხეულები გარკვეული ოდენობის სივრცეს იკავებს, როდესაც სამსახურში მივდივართ გადავადგილდებით სივრცეში. მაგრამ რა არის კოსმოსი? არის თუ არა საერთოდ ნამდვილი ფიზიკური ობიექტი? 1717 წელს ამ კითხვის ირგვლივ დიდი ბრძოლა ატყდა. ზუსტად 300 წლის შემდეგ ის კვლავ გრძელდება. კოსმოსი ის სივრცეა, რომელსაც სამყარო მოიცავს. ტერმინის სამყარო ნიშნულობა იმ კონტექსტია დამოკიდებული, რომელშიც ის გამოიყენება. მატერიალისტურ ფილოსოფიაში სამყარო განისაზღვრება როგორც ყველა არსებული მატერიალური ნაწილაკის ერთობლიობა და სივრცის, რომელშიც მათ შორის ურთიერთქმედება ხდება. კოსმოლოგიაში სამყარო გაიგებებულია სასრულ ან უსასრულო დრო-სივრცულ კონტინუუმთან, რომელშიც მთელი მატერია და ენერგია არსებობს. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ფიზიკოსებმა კოსმოსის პრობლემა გადაჭრეს. მათემატიკოს ჰერმან მანკოვსკისა და ფიზიკოს ალბერტ აინშტაინის მოწონებამ გვასწავლა ფორმულირება, რომ დრო-სივრცე გაერთიანებული კონტინუუმია, რომელიც გვეხმარება გავიგოთ თუ როგორ მოქმედებენ ძალიან დიდი და ძალიან პატარა საგნები, მაგალითად ინდივიდუალური ატომები. ამის მიუხედავად ჯერ კიდევ ვერ გავიცით პასუხი კითხვას, თუ რა არის კოსმოსი. თუ კი სამყაროდან მთლიან მატერიას ამოვსრულდავთ, დარჩება თუ არა სივრცე. 21 საუკუნის ფიზიკა სავარაუდოდ თავსებადია კოსმოსის ორ ძალიან განსხვავებულ ანგარიშთან, რელაციონიზმთან და აბსოლუტიზმთან. ორივე ეს ხედვა თავიანთ პოპულარობას უნდა უმადლოდეს ბრიტანეთის გერმანელ დედოფალ კაროლინ ანსბახელს, რომელმაც თავის ჯოხი გადასხო მაშინ არსებულ ფილოსოფიურ მიმდინარეობებს. ეს დედოფალი 1683-1727 წლებში ზეობდა. კაროლინი ძლიერი ფილოსოფოსი იყო და მე-18 საუკუნის დასაწყისში მოახერხა, რომ იმ პერიოდის წამყვანი ფილოსოფოსები ერთმანეთისათვის დაეპირისპირებინა. კონტინენტზე საბარძეზე მოყალათებული ფილოსოფოსები ხანს უჭერდნენ რელაციონიზმს, მბრუნავი მსოფლიოს თეორიას. მაგრამ ამასობაში ბრიტანელი ფილოსოფოსები ავითარებდნენ მეცნიერებით შთაგონებულ ემპირიზმს, დაკვირვებებზე დაფუძნებულ თეორიებს. ისინი ეთაყვანებოდნენ ისეთ მეცნიერებს, როგორებიც იყვნენ რობერტ ბოილი და ისააკ ნიუტონი. ყველაფერი თუ არაფერი. არის თუ არა სივრცე ვარსკვლავებს შორის? რელაციონისტი ლაიბნიცი ამტკიცებდა, რომ კოსმოსი სივრცული ურთიერთობაა საგნებს შორის. ავსტრალია სინგაპურის სამხრეთითაა, ხე ბუჩქისგან 3 მეტრით მარცხნივაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კოსმოსი არ უნდა არსებობდეს იმ საგნებისგან დამოუკიდებლად, რომლებსაც ის ერთმანეთთან აკავშირებს. ლაიბნიცის აზრი, თუ არაფერი არსებობს, არ უნდა იყოს არანაირი სივრცული ურთიერთობები. თუ კი სამყარო განადგურდება, აღარ იარსებებს კოსმოსიც. ამის საპირისპიროდ აბსოლუტისტი კლარკი ამტკიცებდა, რომ კოსმოსი არის სუბსტანციათა მთელი წყება, რომელიც ყველგანაა.